კაი, მაშინ ხო თქვენ იმის მიხედვით მივხვები მაშინ რა თუ რამე შეკითხები პროცესში გაჩნდება კაი, ხო ანუ ზოგადად შემაჯამებელ იმას გავაკეთებ ცოტა ისტორიულად. არა, ხო ან გავუშვათ უკვე რა. ანუ გავაკეთებ ესე იგი შემაჯამებელს იოგა სუტრაზე რა არის როდის დაიწერა სავარაუდოდ და ასე შემდეგ და მერე მიმოვიხილავ თავებს, ანუ 4 თავისგან რო შედგება. მაგას მიმოვიხილავ, ზოგადად იოგას ფილოსოფიას მიმოვიხილავ, მაგრამ დასაწყისში გავაკეთებ ესეთ შესავალს. ლაივში ვართ უკვე? ხო, გავაკეთებ ესეთ შესავალს, რომ იოგა სუტრა არის ნაკლებად ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, ანუ ეს ტექსტი. ეს ტექსტი მე ვთარგმნე და ეხლა გამოვა ანუ კომენტარებს მუშაობ ეხლა კომენტარებს რო დავასრულებ გამოვა წესით ძალიან კარგი გამოცემა და ძალიან კარგი ხარისხის და გამოვიდეს და თვითონ იოგას საზოგადოებაშიც ნაკლებად იცნობენ ამ ტექსტს. ანუ იოგა სუტრა თვითონ იოგას მასწავლებლებსაც რო კითხო, იოგას ინსტრუქტორებსაც რო კითხო და გინდა მთელ მსოფლიოში რა ეს რამე სპეციფიკურად რამე ქართული ის კი არ არის. უმეტესობას აი ჩემი აზრით ალბათ 1%-ს ექნება წაკითხული საერთოდ და ანუ თავიდან ბოლომდე და გააზრებული ალბათ კიდევ უფრო ცოტას. იმიტომ რომ იოგა აღქმული არის როგორც რაღაც ფიზიკური ვარჯიშები და მეც ესე უყურებ რომ ანუ ვისაც რა უნდა დავუშვათ იმას გააკეთებს ანუ ადამიანი თავისუფალია როგორი პრაქტიკაც უხარია დავუშვათ ფიზიკური ვარჯიშები უნდა თუ რაღაცა სულიერი წიაღწლები ანუ ყველაფერი კარგი არის ხო რაც გამოადგება და ამიტომ თვითონ თუნდაც სტრესის დაძლევის თვალსაზრისითაც ხო ფიზიკური იოგა საკმაოდ ეფექტიანი არის ხო ანუ ზოგადად ვარჯიში არის მაგარი ანუ ჩვენო ვარჯიშობთ ფიზიკურად ეს უკვე ადამიანს ეხმარება რომ დაძლიოს თუნდაც დეპრესია ანუ კვლევებიც ადასტურებს რომ ანუ ერთნახევარჯერ უფრო ეფექტიანი არის როცა ვარჯიშობ ვიდრე თქვათ ფსიქოთერაპია ან თქვათ მედიკამენტოზური მკურნალობა იმიტომ რომ აქ სხეული არის ჩართული და ძალიან დიდი სტიმულები არის სხეულისთვის და ამიტომ სტრესში ხარ, თქვათ ეს ყველაფერი გეხმარება ისედაც, თუნდაც არაფერი რო არ გაიაზრო, ანუ არავითარი ფილოსოფია და ასე შემდეგ. მაგრამ იოგას ფილოსოფია არის მართლაც ძალიან ღრმა და ხო რაღაცნაირად ეხლა ჩემი ამოცანა არის ეს, რომ ისევე როგორც ანუ მოვახდინეთ, ანუ პოპულარიზაცია იოგასი, როგორც ვთქვათ ფიზიკური პრაქტიკის საქართველოში და ანუ ძალიან ბევრი ადამიანი ასე ვთქვათ მოვამზადეთ როგორც ინსტრუქტორი, არის ცენტრები, არის ფიტნეს ცენტრებში და ასე შემდეგ, ანუ ეს ამ თვალსაზრისით განავითარეთ. ეხლა ჩემი ძირითადი ამოცანა, რაზეც ვმუშაობ, ეს არის იოგას ფილოსოფიის პოპულარიზაცია. ამ ხრივ საინტერესო არის ჩემთვის ის ხალხი, რომლებიც დაინტერესებულები არიან, ანუ ძალიან ესე ვთქვათ ენთუზიაზმით ვარ ამ მიმართულებით გამსჭვალული და თვითონ ხო მე ესეთი რაღაცა ხედავ რომ უბრალოდ ადამიანებმა არიციან რამხელა განძი არის რა უბრალოდ ძალიან ცოტა იცის რამდენად დიდი განძი არის ანუ დაფარული ეს არის ერთ-ერთი ალბათ საუკეთესო წიგნი ალბათ რამდენში შევიდოდ როგორც ესე ვთქვათ აი რო ავიღოთ სოფლიო ისტორიაში შექმნილი რაღაცა ესეთი ფუნდამენტური ასე ვთქვათ ლიტერატურა ფილოსოფიის მიმართულებით თუმცა სუტრა ესე რაღაცნაირად ცოტა ბუნდოვანი ტექსტია თვითონ სუტრები ასე ვთქვათ როგორც რაღაც აფორიზმები არ არის ესე ვთქვათ ძალიან ცხადი და კომენტარებს საჭიროებს ანუ თავისი კომენტარები ანათ უკვე არის იმდენად ასე ვთქვათ ღრმა ფილოსოფიური ტექსტი რომ შეიძლება ვთქვათ ნებისმიერი სხვა მსოფლიო ასე ვთქვათ მნიშვნელობის ფილოსოფიური ტექსტის გვერდით დავაყენოთ. რატო არ არის პოპულარული? იმიტომ არ არის პოპულარული, რომ ბევრი რაღაც გვაშორებს, ანუ დრო გვაშორებს,
გვაშორებს ის, რომ აკადემიური თვალსაზრისით ნაკლები იყო ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით მუშაობა. ანუ ნაკლები იყო თან როგორ არის, იცი რომ ვინც უნდა ყოფილიყო ამ ასე ვთქვათ ტექსტის პატრონი, ასე ვთქვათ იოგები, ისინი გადავიდნენ იმაში, რომ მარტო ფიზიკურ ვარჯიშებში და რაღაცა ვთქვათ ეს სხვა მიმართულებით ან რაღაცა გამოგონილი მე-20 საუკუნის რაღაცა ზღაპარი იოგები გამოიგონეს, რაღაცა ის არარსებული რაღაცები თითქოს გამარტივების მიზნითაც, მაგრამ უბრალოდ ამ რაღაცაში გამარტივებაში ანუ ის დაიკარგა. რა ხა ნებისმიერი ტექსტი რო აიღო, თქვა ვეფხისტყაოსანი და ის ნიუანსები რო გამოაცალო და უბრალოდ რო თქვა, რომ თქვა ვეფხისტყაოსანი რაღაცა ორი სიტყვით რო გადმოსცე, ის რო არის რაღაც სასაცილო ვიდეო, რო ძეგლი რო არის, ну ეს მაგასთან საერთოდ არ არის კავშირში, მაგრამ ძაღლსა რო აღშობდაო. ხო? ანუ ის კიდე საერთოდ საალგესო სხვა რაღაც არის. ხო, ანუ ესეთ იმაზე შეიძლება დაუშვათ ძაღლის დახშობაზე დაიხო, ანუ დაუშვათ ვეფხისტყაოსანი, ხო? და გაამარტივა. ხო, მოკლედ თვითონ ტექსტი სავარაუდოდ იოგა სუტრა დაწერილი არის მე-4 საუკუნეში, ну მე-5 საუკუნეში. რატო ვარაუდობენ ამას? ანუ არის ესეთი ავსტრიელი კვლევარი ფილიპ მასი, რომელიც ამბობს, რომ ეხლა ცოცხალი არის, რომელიც გვაჩვენებს, რომ ეს ტექსტი არის, ეს იოგა სუტრა არის ტექსტი პასუხი ბუდისტებს. ანუ მანამდე, ესე იგი, არსებობდა ბუდიზმში ერთ-ერთი ბუდისტური, ასე ვთქვათ, მიმდინარეობა და პატანჯალი, ანუ ეს პატანჯალი არის ავტორი იოგა სუტრასი, რაზეც დღეს საუბრობთ. ამ თავის ასე ვთქვათ იოგა სუტრაში პასუხობს ბუდისტებს, ანუ პოლემიკაში შედის. და ვინაიდან ის პერსონა, ანუ ეს საუბარი არის ვასუბანდუზე, მოღვაწეობდა მე-4 საუკუნეში, ესე იგი, მაგაზე ადრე ვერ დაიწერებოდა. ხო? ანუ ეს არის უბრალოდ ლოგიკა. მაგრამ საიდან ვიცით, რომ კი დავუშვათ ვასუბანდუს შემდეგ არის დაწერილი, მაგრამ საიდან ვიცით, რომ იოგა სუტრა არის მე-4 საუკუნის შემდეგ და მე-5 საუკუნემდე. ხო, ამაზე ესეთი პასუხი არის, რომ თავად იოგა სუტრა მე-5 საუკუნეში უკვე სხვა ტექსტში არის დაციტირებული. ესე იგი, ჩვენ ერთი მხრივ ორი ისა გვაქვს, ჩარჩო გვაქვს და დაახლოებით ამ პერიოდში თქვა ათავსებენ. იქ არის თვითონ ტექსტი არის 4 თავისგან შემდგარი, 4 თავისგან შემდგარი არის და ეხლა უბრალოდ რაღაც ცოტა ჩახლართულ რაღაცას გეტყვით, რომ ეს 4 თავი თვითონ პადა არის, ასე ვთქვათ, ფეხს ნიშნავს რა, ესე რომ ვთქვათ 4 ფეხისგან დაყოფილი, ასე ვთქვათ, ტექსტი არის და თვითონ ხო შეიძლება 5 თავი იყოს, მაგრამ რადგან ქვია პადა, იგულისხმება, რომ 4-ად უნდა იყოს დაყოფილი. ანუ პადებად დაყოფა, ну ამას გულისხმობს რა. ეს რატო არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ზოგი ვარაუდობს, რომ შეიძლება ტექსტიო უფრო ძველი იყო და მე-4 თავი, სადაც ბუდისტებს ეპასუხებაო, ის მერე არისოთ შექმნილიო. ესეთი რაღაცა მოსაზრება არის რა, მაგრამ რადგან პადების სისტემით, ანუ 4 თავის სისტემით არის მოსული ჩვენამდე, ეს იგულისხმება, ამ დღევანდელი მონაცემებით იგულისხმება, რომ თავიდანვე გამიზნული იყო, რომ ესე 4 თავად იყო ყოფილიყო შექმნილი. ხო, რაც შეეხება 195 აფორიზმი არის, ანუ სტრიქონი, დაახლოებით 6 სიტყვიანი წინადადებები არის. ოღონდ სინამდვილეში წინადადებებიც არ არის, იმიტომ რომ არ არის დასრულებული აზრი, არ არის ზმნები. დაახლოებით 3-4 ზმნა არის და ისიც ვარაუდობენ, რომ ეს ზმნებიც კომენტარებიდან ანუ გადახვა. და ანუ ესე რომ ავიღოთ რა, 6 სიტყვიანი წინადადებები არის და მე მოყვება ამას თავისი კომენტარებიც. და ეს კომენტარები არის იმდროინდელი კომენტარები რა, მე-4 საუკუნის კომენტარები. რაც მე ვთარგმნე, ეს არის კომენტარების ავტორი არის ვინმე ვიასა, რომელიც ასევე ბუნდოვანი ფიგურა არის, იმიტომ რომ ზოგი ვარაუდობს, ეს ავსტრიელი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო თვითონ პატანჯალის, ანუ ვინც სუტრა დაწერა, თვითონვე დაწერა ამ სუტრაზე კომენტარები. ესეთი მოსაზრება აქვს მას, იმიტომ რომ ეს ტექსტი ორგანული რაღაც მთლიანობა არის, ისედაც შუა საუკუნეებშიც ერთი ასე ვთქვათ
სხეულით სახით არსებობდა ტექსტი და კომენტარები. ესე ერთიანად ითარგმნებოდა და ერქვა ანუ იოგა სუტრა ხო არის და იოგა სუტრას თავის კომენტარები თქვია იოგა შასტრა. ხო, ამიტომ ჩვენ ძალიან ზუსტად არ ვიცით, რომ ეს კომენტარები თვითონ ავტოკომენტარებია თუ არა, იმიტომ რომ ეგეთი ტრადიცია არსებობდა, ეგეთი ტრადიცია, რომ თქვათ ვიღაც ქმნიდა რაღაც ტექსტს და მე აკეთებდა ავტოკომენტარებს. აი, ვისაც პასუხობს, რომელ ბუდისტურ სკოლასაც პასუხობს, ვასუბანდუს, აფითარმა კოშა ფაშია, ანუ ესეთი. ის ფაშია კომენტარს ნიშნავს, ანუ იმ ტრადიციაშიც ის აკეთებს, ვასუბანდუ აკეთებს ავტოკომენტარებს და ეს ტრადიცია ასევე მისაღები იყო. თვითონ ავტორი, ანუ პატანჯალის შესახებაც არის ეგეთი ცნობა, რომ იყო, ანუ ასე ვთქვათ, ბრაჰმანული წარმომავლობის, ანუ მაღალი, ასე ვთქვათ, სასულიერო, მაღალი, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი ფენის წარმომადგენელი, ესე უბრალოდ ვარაუდები არის, რაღაცა პატარა მცირე რაღაცები მიგვანიშნებს ამაზე, რომელიც აკეთებდა სინთეზს სხვადასხვა კულტურის რა. იქ გუპტას იმპერიის პერიოდი არის, გუპტას იმპერიამდე აშოკის იმპერია, მოდი ასე ვთქვათ, აი მანამდე აშოკის იმპერიის დროს წინა პლანზე იყო, ანუ წინა პლანზე იყო ბუდიზმი წამოწეული ინდოეთში. ანუ ასე ვთქვათ, არისტოკრატები მფარველობდნენ ბუდიზმს და უკვე პატანჯალის იოგა სუტრას პერიოდში უკან იხევს ანუ ბუდიზმი და სხვადასხვა ტრადიციები, იოგა ხდება ანუ ბრაჰმანული სისტემის, ანუ ასე ვთქვათ, მეინსტრიმული სისტემის ანუ რაღაც ნაწილი და ინტეგრირდება და მიუხედავად ამისა, იოგები აკეთებენ სხვადასხვა ფილოსოფიის სინთეზს. ხო, ესე იგი პატანჯალის უბრალოდ არის ესეთი მოსაზრება, რომ თვითონ ეს არ არის ძალიან გავრცელებული სახელი ინდურ, ესე ვთქვათ, სულიერ ტრადიციებში. არსებობდა ასევე პატანჯალი, რომელიც იყო გრამატიკოსი პატანჯალი. ხო, აი წარმოიდგინეთ, რომ ძველი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნეში ინდოელებს უკვე ჰქონდათ გრამატიკის ტრაქტატი რა და კომენტარებიც უკვე. ძალიან ღრმა და ძალიან სერიოზული კულტურა არის და ადრე ფიქრობდნენ, რომ ეს პატანჯალი, ანუ გრამატიკოსი პატანჯალი და იოგას სუტრას ავტორი პატანჯალი არის ერთი და იგივე ადამიანი. ასევე არის მესამე პატანჯალი, რომელიც არის მედიცინის ტრაქტატის ავტორი. ანუ ერთი ადამიანი, ერთი პატანჯალი მოღვაწეობს, ვთქვათ, მედიცინის, ანუ სხეულის სფეროში, მეორე სიტყვის სფეროში, ანუ გრამატიკის სფეროში და მესამე არის, ანუ გონების სფერო, ანუ იოგა არის გონების სფერო და ეს სამი ძალიან ლამაზად რაღაც ჯდებოდა და შუა საუკუნეებში სადღაც სამჯერ არის, ანუ რაც ჩვენ ვიცით, ეს ნახსენები, რომ აი პატანჯალი მოგვიტანა როგორც ვთქვათ, განვითარება, ასე ვთქვათ, ასე ვთქვათ, სხეულის გაჯანსაღების საშუალებები, ასე ვთქვათ, სხეულის გაწმენდის საშუალებები, მეტყველების და აზროვნების გაწმენდის საშუალებები და გონების გაწმენდის საშუალებები. მაგრამ თანამედროვე მკვლევრები ამას არ ეთანხმებიან, რომ ეს ერთი და იგივე ფიგურა, იმიტომ რომ ძალიან ანაქრონისტულად არის ის ძველი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნეში არის, ეს მეოთხე საუკუნეში არის. მოკლედ ესეთი ბევრი კითხვის ნიშანი არის, მაგრამ ეს ეგეთი რაღაცა ძალიან ჩვეულებრივი რაღაც არის. ანუ ანალოგიურად რომ ავიღოთ დავუშვათ სხვა ტრადიციები, ეს კითხვის ნიშნები ეგრე ყველა ძველ კულტურას მეტნაკლებად აქვს. მით უმეტეს ინდუსების პრობლემა ის იყო, რომ ანუ რაღაცა დაუდევრად ეპყრობოდნენ სისტემატიზაციას, როგორც ქრონოლოგიზაციას, რომ თქვათ რა დათარიღებებს და რაღაცა აი ესეთ მაგიტო ანუ ძალიან რთული არის დასადგენი, თქვათ რა როდის დაიწერა და ისევ ჩინური თარგმანების მიხედვით ხდება დადგენა მაგალითად ბუდისტური ტექსტების, რომ თქვათ შედარება, რომ ის უკვე თქვათ თუ ემთხვევა ან იმ დროს უკვე თუ არსებობდა და ასე შემდეგ. ან მაგალითად როცა არის ხოლმე, რომ ამ სუტრებში ან წმინდა წერილებში, რომ ჩამატება ხდება ხოლმე რაღაც შემდგომს რაღაცა ტექსტების, მე ადარებენ თარგმანებს, რომ თქვათ აი ჩინურ ვერსიაში ეს ფრაგმენტი არ არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თვითონ ესე იგი როგორც თქვი, იოგა სუტრა არის ტექსტი, რომელიც არის არასექტანტური ტექსტი და ეს ძალიან იშვიათობა არის, იმიტომ რომ ყველა იოგას ტექსტი ან უმეტესად იოგას ტექსტები იყო რომელიმე სექტაში.
ჯერ მარტო ამით არის, ანუ ძალიან მაგარი რაღაცა, რომ შენ ცდილობ, ანუ განიხილო ეს ყველაფერი ისე, რომ იყო მიუკერძოებელი და როგორც ფილოსოფოსმა ისე იაზროვნო. აი სხვა ტექსტები მაგალითად რო ავიღოთ, იწყება რომელიმე ღვთაების დიდებით, აღწერით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ან ვიშნუს მაგალითად, ან შივას, ან შეიძლება რაღაც ტანტრული ქალღმერთის და ასე შემდეგ ესეთი მოხსენიება იყოს და პატანჯალისთან ეგეთი რაღაცა არ არის. და როცა საუბრობს ღმერთზე, ანუ პროსტორეთ უფალზე, ეგ არის X-ი. აი რაღაცა ისეთი X-ი არის. ან როცა მაგალითად საუბრობს რაღაცა ღვთაებაზე, ესეც აბსოლუტურად X-ი არის რა. არაფერს არ აკონკრეტებს და არავის ასე ვთქვათ რაღაც პერსონიფიცირებელს და სახელდებას არ მიმართავს რა. მე მაგაზე ვამბობ ხოლმე, რომ ეს არის ვაკანსია, ანუ ღვთაების ვაკანსია არის. და ესე იგი ამით ჯერ ერთი აკეთებს სინთეზს, რომ აი სხვადასხვა ტრადიციებს შორის რომ იპოვოს საერთოდ გადაკვეთის წერტილი და გააერთიანოს ძალიან ბევრი რამ. ნუ ესეთი რაღაცა ალბათ გენიუსს შეუძლია. აქ გაერთიანებული არის საერთოდ ყველაფერი, თუნდაც კოსმოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, მედიტაციური პრაქტიკები, სხვადასხვა ტრადიციის პრაქტიკები, ეთიკა, ეპისტემოლოგია, ლოგიკა. ნუ ეს ყველაფერი თავის ასე ვთქვათ მეტაფიზიკურ ჩარჩოში. არის ერთი ესეთი ამერიკელი მკვლევარი დევიდ გორდონ ვაიტი, რომელიც ამბობს, რომ ეს არის როგორც ყველაფრის თეორია. და როგორც თანამედროვე ფიზიკა, რომელიც მრავალ მიმართულებას და დარგს აერთიანებს და რომლის საერთო საფუძველიც არის მათემატიკა, ხო აი რაღაც მეცნიერების რაღაც ჩარჩო ფუნდამენტი, გადაკვეთის წერტილი არის მათემატიკა. ამ შემთხვევაში იოგას სუტრას გადაკვეთის წერტილი ამ ასე ვთქვათ სხვადასხვა დარგების არის ენა, ანუ კონკრეტულად სანსკრიტული ენა, რომლის მეშვეობითაც არის ეს ყველაფერი გადმოცემული. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მცდელობა, რომ ადამიანი გავიდეს ენიდან. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი ზოგადად. ანუ ენის პრობლემა, ანუ ვერბალიზაციის პრობლემა, ანუ ჩვენ ვიცით, რომ ამას ასე ვთქვათ, თანამედროვე ფილოსოფიაც როგორ ეხმაურება, საერთოდ ჭეშმარიტების მოხელთების თემა, ჭეშმარიტების ვერბალიზაციის თემა, ის თემა ყველასთვის ნაცნობია, რომ სწორედაც სიტყვებში უსხლტება ხელიდან ადამიანს ჭეშმარიტება და აცნობიერებს იმას, რომ ეს ვერბალური კონსტრუქციები არის შეზღუდულობა, რომელიც ვერ შეესაბამება და ვერ აღწერს რეალობას. ამისთვის იოგას სუტრა ესე რომ დავზუმოთ, ანუ რას გვეუბნება, რომ იმისთვის, რომ ადამიანმა შეიცნოს ჭეშმარიტება, პირველ რიგში უნდა გაეცნოს იმ მეთოდს, ანუ იოგას მოძღვრებას, რომლის პრაქტიკასაც აპირებს. ეს ძალიან ლოგიკური არის და ბანალურიც იქნებოდა ამაზე საუბარი, მაგრამ საქმე ის არის, რომ დღეს აი მთელი მსოფლიო როგორც ანუ შეშლილებივით მისდევენ რაღაც პრაქტიკებს. ყოველგვარი კრიტიკის გარეშე, ყოველგვარი გააზრების გარეშე, მაქსიმუმ ვიღაცამ რაღაცა თქვას, რომ იქ რაღაც კვლევები ადასტურებენ, რომ ეს მედიტაცია რაღაც სასარგებლო არის. რაც უბრალოდ არაფერ შუაში არ არის იმ გაგებით, რომ ეს კვლევები ადასტურებენ მხოლოდ იმას, რომ როდესაც გონება სამშვიდებ, მაშინ გონება მშვიდდება და ამას აფიქსირებს უბრალოდ. ხო, ანუ წარმოიდგინეთ ესეთი რაღაცა, რომ აი მე რომ მაგალითად ტკივილს განვიცდი, გრძნობ, ამ დროს
ტვინში ხდება, თქვათ, გარკვეული ბოჭკოების, თქვათ, შეკუმშვა. ანუ ეს ნერვულ სისტემაში ხდება ის, რაც შეიძლება გარედან დავაფიქსიროთ, რასაც ადამიანი განიცდის შიგნით. ხო, ანუ შინაგან გზნობას შეესაბამება რაღაცა ჩვენს ნერვულ სისტემაში რაღაც რეალობა. აი მეცნიერებმა მხოლოდ შეიძლება დაინახოს, რომ ხო, მართლა გტკივა დაუშვათ. ან უბრალოდ შენ თუ დამამშვიდებელ პრაქტიკებს მისდევ, მართლაც შეიცვალა, ასე ვთქვათ, ან ცვლილება თვალსაჩინო არის. ეს არ არის მხოლოდ ფსიქოლოგიური. მაგრამ ეს არ არის აბსოლუტურად საკმარისი. ანუ ეს ხო ისედაც ცხადია, როცა მშვიდდები, მაშინ მშვიდდები. ესე იგი, იოგას ამოცანა გაცილებით მეტი არის და პრეტენზია გაცილებით მეტი არის, ვიდრე უბრალოდ რაღაც დამშვიდება. ეს არის რეალობის შემეცნების მეთოდი. და მაგითო ვთქვი, რომ დასაწყისში პირველივე სუტრასზე არის ეგეთი კომენტარი, რომ არავინ დაიწყებს პრაქტიკას, სანამ კარგად არ გაეცნობა, რა არის მოწყობილი, არ წაიკითხავს და არ გაეცნობა, რა არის შემოთავაზებული. იქნება ადამიანი შინაგანად არ ეთანხმება ამას. და ეს საფეხური არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ცხოვრობთ ტყუილის ეპოქაში, ხო? ანუ შეიძლება ეს ეპოქა ყოველთვის იყო, მაგრამ მოდის ინფორმაცია და ხდება манипуляция, ხო? ადამიანს ჭირდება, რომ გაფილტროს ინფორმაცია, რომ არ იყოს რაღაცა თვითმოტყუებული ან ზოგადად არ ჩავარდეს რაღაცა, ასე ვთქვათ, ესეთ ზეგავლენებში და манипуляციებში, ხო? ამისთვის ჭირდება ანუ ფხიზელი გონება. პირველი საფეხური, ამიტომ არის უბრალოდ აი წარმოიდგინეთ, როგორ განიხილავდით ნებისმიერ ტექსტს. პირველი არის უბრალოდ ტექსტს ვეცნობით შეძლების დაგვარად. ეს ბუდიზმშიც ესე არის. მეორე ეტაპი არის მისი გააზრება ლოგიკურად. ადამიანი ამუშავებს ამ ტექსტს. მათ შორის ეს კრიტიკული მიდგომაც არის, იცით? და მესამე არის, რომ მან თითქოს ამ ყველაფერს შეხედოს გარედან და უშუალოდ შეამოწმოს. ეს ასე არის თუ არ არის. ანუ იოგას ფილოსოფია შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც framework, ან რაღაცა ესეთი ჩარჩო, რომლის მეშვეობითაც ჩვენ წამოვწევთ ისეთ თემებს, ცხოვრებისეულ თემებს, რომელზეც ვერავინ გაგვცემს პასუხს, ისევ გარდა საკუთარი თავისა, ხო? ანუ სხვის მიერ გაცემული პასუხები არ არის დამაკმაყოფილებელი. და ამ გაგებით იოგაში შემოდის გარკვეული შემოთავაზებები, ანუ იოგა გვთავაზობს გარკვეულ მოძღვრებას, მაგრამ მოძღვრების საერთოდ მწვერვალი არის ის, რომ შენ არ მიყვე დოგმატურად არაფერს, აბსოლუტურად. ოღონდ ამას ჭირდება ჯერ გავლა გარკვეული ეტაპების. აი რას გულისხმობ? აი ჩვეულებრივად როგორც ვსწავლობთ ხატვას, არავინ იწყებს, ასე ვთქვათ, შეიძლება ესეც რომ ძალიან სპონტანურად დაიწყოს, მაგრამ ის რომ მაგალითად მე რო რაღაც დავხატო, ხო, არსებობს მეთოდები, როგორ შეიძლება დავხატოთ. შეიძლება თუ არა ეს მეთოდები აღმოვაჩინოთ. რა თქმა უნდა, შეიძლება ყველა ადამიანმა შეიძლება აიღოს ფანქარი და თვითონ აი ყოველგვარი ცოდნის გარეშე დაიწყოს ხატვა. და რაღაცა გამოვა და რაღაცას ისწავლის, მაგრამ არის ასევე სხვების გამოცდილებები, რომლის მეშვეობითაც აკეთებ ნახტომს. ასევე არის, თქვათ, მუსიკაშიც, ხო, ანუ სწავლობთ რაღაცა წესებს, რაღაც ჰარმონიას და შემდგომი ამოცანა არის, რომ ამ წესებიდან გავიდეთ. ანუ ეს წესები უნდა იყოს, ანუ კაცრად დანახული სტრუქტურა, ანუ რომ გახვიდე წესებიდან, უნდა იცოდე სად არის წესები, ხო?
ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, რასაც ბევრი ტოვებს. აი თუნდაც მედიტაცია რო გამოვიდეს აზრი, ან რო გააჩერო, ჯერ უნდა გქონდეს მართლა ეს აზრი. ანუ აზრს თუ დაუშვათ ადამიანი იმას იგულისხმობს, რომ დაუშვათ აი ჩაი უნდა დავლიო და ასე შემდეგ, ხო? ეს გასაგებია, მაგრამ აზრების მიღმა, გასვლა შეიგულისხმება, რომ არის მართლა რაღაც აზრი მომწიფებული, რომელიც მიღმაც შეიძლება ადამიანი გავიდეს. შემდგომ აი როგორც რაღაცა კითხვა, რომელსაც ადამიანი სვამს და ხვდება, რომ ეს კითხვა მიემართება ისევ საკუთარ თავს. აი ეს პროცესი, ეს აქტი არის, ანუ მედიტაცია. მაგრამ ამას ჭირდება უბრალოდ მომწიფება. და ამის მოსამწიფებლად არის მაგალითად ეს იოგა სუტრა. ეს ერთ-ერთი გზა არის, ანუ რა თქმა უნდა, ბევრი გზა არსებობს. და შესაძლებელი არის, რომ ინდივიდუალურიც იყოს, ანუ ყველასთვის ვინ რომელ გზას აირჩევს, ანუ რა გზით ივლის და ასე შემდეგ. მაგრამ თვითონ იოგა სუტრას რო შევხედოთ, ეს არის გზა, ეს არის კითხვების დასმა, იმ კითხვების რაც იქ არის, იქ თვითონ კითხვებიც დასმული არის. რომ მაგალითად ავიღოთ, თუ სული არის უკვდავი მარადიული, როგორ უკავშირდება ის მოკვდავ და სასრულ სხეულს? ანუ რა კავშირი აქვს და როგორ შეიძლება რომ დამაგრდეს, ასე ვთქვათ, სულის სხეულზე? ეს ხო სავსებით ლოგიკური შეკითხვა არის, ხო? ან რა არის ზოგადად გონება, გონების ბუნება რა არის, ხო? ჩვენ გულისხმობთ, რომ ვიცით, მაგრამ თუნდაც ესე რომ ავიღოთ, შეიძლება თანამედროვე ადამიანი ცოტა განსხვავებულად უყურებდეს გონებას, ვიდრე დაუშვათ მაშინდელი ინდუსი, ხო? ეს სიტყვები რო ითარგმნება, ეხლა ეს პრობლემა არის ყოველთვის, რომ თარგმნი რაღაც სიტყვებს, თქვათ გონება, მაგრამ იქ სხვა რაღაც იგულისხმება რა. მაგალითად ინდური სიტყვა მანასი, რომელიც ნახსენები არის, თქვათ, აი ვედებში და ვედები უძველესი წმინდა წერილი არის ინდური. ეს შეესაბამება ღმერთების ბუნებას. გონება შეესაბამება ღმერთების ბუნებას. ხოლო მეტყველება შეესაბამება ანტიღმერთების ბუნებას. ეს ძალიან საინტერესო არის სიტყვა. და გონება, ანუ ეს მანასი, ამ კულტურაში ნიშნავს მსხვერპლშეწირვას, ანუ გონება არის მსხვერპლშეწირვა. ფაქტობრივად ეს არის რაღაცა ისეთი, რაც უნდა გაიღოს ადამიანმა. ანუ სხვანაირი კონტექსტი არის და ეს არის, ასე ვთქვათ, ამ მოდი ცოტა მარტივად რო შევხედოთ, რომ გონება სულ არ არის, ასე ვთქვათ, გონების მეშვეობით რასაც ვადგენთ, ეს სავსებით შეიძლება არ ემთხვეოდეს იმას, რაც ჩვენ გვინდა, ვთქვათ, თუ დავადგინე რომ 2x2 4, ეს არ ნიშნავს, რომ ეს მე მინდა, ანუ ეს რაღაცა გონებით დადგენილი ადამიანზე მაღლა დგას. და ადამიანი რო წვდეს, ანუ ღვთაებრივი რო გახდეს, უნდა გაიღოს მსხვერპლი. ოღონდ მსხვერპლს ამ შემთხვევაში ქონდა პირდაპირი მნიშვნელობაც და სიმბოლური მნიშვნელობაც. ნუ ეს ცალკე კვლევის თემა არის. მეს უბრალოდ რატომ მოვიყვანე, ხო, რომ ჩვენ როცა რაღაცას ვთარგმნით, თუ არ გამოვიყენებთ კონტექსტს, იკარგება მისი საზრისი და მერე უკვე ფაქტობრივად არის ძალიან დიდი წვედა. ამიტომ თარგმანი მართლაც აი ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ არის პოპულარული, ეს არის, რომ ბევრი რაღაცის გათვალისწინება არის, ანუ საჭირო. მაგრამ მთავარი არის რა? მთავარი არის ის, რომ იოგა სუტრას პირველი საფეხური არის შემეცნების გზა. სხვადასხვა კავშირი ბერძნებსა და ინდუსებს ჰქონდათ ალექსანდრე დიდის დროს. ეს ძალიან საინტერესო არის, აი როგორ აღწერდნენ ბერძნული წყაროები იმას, რაც ნახეს ინდოეთში.
ალექსანდრეს პერიოდში ამ ლაშქრობებს ახდა ერთი ბერძენი ფილოსოფოსი პირონი, რომელიც იყო სკეპტიციზმის ფუძემდებელი. და საინტერესო არის, რომ თვითონ სკეპტიციზმი ძალიან გავს ბუდიზმს და ან რაღაც გაგებით იოგას. ანუ რით გავს? ჯერ ანუ ის სკეპტიციზმი რით გავს? მათი მიზანიც იყო გონების აღუშფოთებლობის მიღწევა. რასაც ქვია ატარაქსია. ატარაქსი დამამშვიდებელი არის, ხო, წამალი. ანუ ჯერ ეს როგორ აღწევდნენ ამას? ანუ მათი ამოცანა იყო ასევე მდგომარეობის მიღწევა, რომელსაც ქვია ეპოხე. რასაც ქვია მსჯელობის გაჩერება. ოღონდ ეს მსჯელობა ესე უბრალოდ კი არ ჩერდება, არამედ ჩერდება გარკვეული კითხვების შედეგად, ან როცა მოდის პასუხი, ან როცა ხდება იმის გააზრება, რომ წრეზე ტრიალებ. აი ხო არის რაღაცა საკითხი მოილიე. ტრიალებს რაღაცას აზრი არა იმ გაგებით, რომ დავუშვათ რაღაც წასასვლელი ვარ იქ, მერე დავუშვათ აი რადგან თქვენ გინდოდათ დავუშვათ, რომ ტენისზე წავსულიყავი. ხო, დღეს ხო, ანუ ეგ თემა არ არის. ანუ ის ფუნდამენტური საკითხები, რაც ტრიალებს აი ამ ბერძნულ სკეპტიციზმში, შესაბამისი კითხვების მეშვეობით ადამიანი აღწევს, ანუ მიდის, ანუ ეპოხეს მდგომარეობამდე. იოგაშიც ანუ მსგავსად არის სიტუაცია, ანუ იოგა არ თავაზობს იმას, რომ შენ ეგრევე უბრალოდ ადგე და რაღაც აზრები გააჩერო. იქ არის საფეხური შემეცნება არის. და ის დუმილი დადგეს შემეცნების მომწიფების შედეგად. თითქოს არის შეკითხვა, გაეცა პასუხი, ან ისეთი ან ასეთი, ჯერ რო არ ვიჩქაროთ და ორნაირი პასუხი რო ვივარაუდოთ, ან ის რომ პასუხი პოზიტიურად გაცემული არის და გონებამ დაისვენა, და ან მეორე პასუხის გაცემა შეუძლებელია. ამ შემთხვევაშიც დაისვენა. გარდა ამისა, არის თანხვედრა ბერძნულ სკეპტიციზმსა და აი ამ ასე ვთქვათ, ხო, ბუდიზმს შორის, ანუ ტერმინოლოგიურიც ძალიან საინტერესო თემაა, მაგრამ მე კონცენტრირდები ამ შემთხვევაში იმაზე, რომ ესე იგი იოგას თავარი მტერი არის ერთი მხრივ უმეცრება, ანუ რეალობის მიმართ უმეცრება და ასევე ფუნდამენტი არის, რომ ამ უმეცრების შედეგად გამოწვეული გონების მერყეობა. ანუ ფაქტობრივად ეს ბუდიზმშიც ესეა, ანუ ვიქშიფტა ქვია ამას, ანუ ვიქშიფტა ნიშნავს მერყეობას, ან ასე ვთქვათ, გაფანტულობას და ამის საპირისპიროდ იოგას ერთ-ერთი განმარტება არის ის, რომ იოგა არის კონცენტრაცია. ოღონდ კონცენტრაცია როგორ უნდა გავიგოთ? კონცენტრაცია არის, როცა შენ არსებაში ხარ თავმოყრილი და დაფუძნებული ხარ შენ თავში. აი მაგალითად ვთქვათ, მიჯაჭული ხარ ვიღაცაზე, ვიღაცა გაკლია. ან რაღაც გაკლია, ან შინაგანად სულიერად ტკივილს განიცდი. იმიტომ რომ შენი თავი არ არის საკმარისი. ანუ არ ხარ თვითკმარი. და ეს ანუ დანაკლისის განცდა არის ის მომენტი, როცა ადამიანი სხვა ადამიანში ან სხვა სხეულში დებს ისეთ საზრის ან ისეთ ინტენციას, რომ ფიქრობს, რომ აი იმაში არის ჩემი ბედნიერება. აი ის რომ ექნება, ის მჭირდება, ის რომ ექნება, მერე ვიქნები ბედნიერი. მერე ვიქნები თვითკმარი. და ხო, აქ შემოდის ანუ ესეთი რეალობის მომენტები, ცოტა თანამედროვე თვალითაც რომ შევხედოთ, რომ
ფსიქოლოგია როგორი რაღაც არის, ხო? ადამიანი ცხოვრობს როგორც უკვდავი. ანუ ჩვენ ცხოვრობთ როგორც უკვდავები. იმიტომ რომ არ ფიქრობთ სიკვდილზე. ანუ ეს სამი რაც არის მამოტივირებელი ბუდასთვის, რომ დაეწყო ჭეშმარიტების ძიება, ეს არის დაავადება, სიბერე და სიკვდილი. ჩვენი ყოველდღიურობა ამისგან არის დაცარიელებული. და რაღაც თვალსაზრისით არ სჭირდება ადამიანს, ხო ეს შეხსენება პირიქით, როგორც კი რაღაც პრობლემა არის, ამას ვაიგნორებთ, ეგრევე მოვაგვაროთ და ყურადღება გადავიტანოთ სხვა რაღაცაზე, ხო? აი ეს სხვა რაღაცეები არის სიამოვნების წყარო, რაც ანაცვლებს რეალობას, რომ ადამიანი მოკვდავი არის, ხო? რაც უფრო მეტი სიამოვნების წყარო გვაქვს, მით უფრო მეტად დაცული ვართ, ხო? დაუშვათ რაღაცას აკეთებ, ლექციას ვკითხულობ, სიამოვნებას იღებ, მერე მიდიხარ სხვა რაღაცას აკეთებ, სიამოვნებას იღებ, ბევრი სხვადასხვა სიამოვნება შემოდის, ხო, ცხოვრებაში, რაც ფარავს. აი ეს არის დამცავი მექანიზმი, რაც ჩვენ გვჭირდება, ფიზიკური იქნება თუ განსაკუთრებით ფსიქოლოგიური. მაგალითად ვიღაცა აღიარებულია როგორც თქვა კარგი ლექტორი ან დაუშვათ კარგი მასწავლებელი ან კარგი ტენისის მოთამაშე ან და ასე შემდეგ ან უბრალოდ ლამაზი ადამიანი ხო ნებისმიერი რაღაცა ეს აღიარება არის ის მომენტი რის მეშვეობითაც ჩვენ შინაგან სამყაროს რაღაც მომენტში დავფარავთ და ამ დანაკლის ასე ვთქვათ დავივიწყებთ ასე ვთქვათ ამ ხო რეალობას და ამაში ვიცხოვრებთ. მაგ თვალსაზრისითაც საინტერესო იქნება თუ გავიხსენოთ სოკრატეს ანუ პლატონის დიალოგს. როცა სოკრატე ფილოსოფიას უწოდებს სიკვდილისთვის მომზადებას. ხო, ის ამბობს რომ ფილოსოფია საბოლოო ჯამში ეს არის მომზადება სიკვდილისთვის. ოღონდ მე ესე ვიტყოდი რომ აქ მნიშვნელოვანი ის კი არ არის რომ დავუშვათ ნებისმიერი გზით რომ ადამიანს გამოაცალო და ამცავი მექანიზმი და რაღაცა რეალობას. აქ საჭირო არის მნიშვნელოვანი არის გარკვეული დოზირება. ხო? ის დამცავი ფარი რაც აქვს ადამიანს, ცხოვრების სიამოვნებები. ეს საჭირო არის, იმიტომ რომ გამოაცალო, მთლიანად ჩამოერღვევა, ხო? სისტემა, დაუცველი გახდება. ამიტომ ამ მოძღვრებაში არის ეს ეტაპობრიობა დაცული. იოგას მოძღვრებაში ეტაპობრიობა არის დაცული. წარმოიდგინეთ ახლა მათი ამოცანა, იოგების ამოცანა იყო ჯერ ერთი ის რომ ესე იგი ოფიერება გაიგივებული იყო ტანჯვასთან როგორც რეალობაში რა თქვათ რომ ცხოვრებაში არის ტანჯვა, რასაც ადამიანი თავი უნდა დააღწიოს, მაგრამ ფაქტობრივად ძველი ტრადიციები, ძველი წელთაღრიცხვის ტრადიციები, ისინი ძალიან მკაცრი ასკეტები იყვნენ და ისინი ცდილობდნენ, რომ ფაქტობრივად შეეჩერებინათ, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად კარმის მოქმედება მაგალითად. და დაესრულებინათ თავიანთი ფიზიკური არსებობა. ფიზიკური არსებობა გაიგივებული იყო რაღაც სუდთან, რაც უნდა დასრულებულიყო. ძველ კულტურაში, როგორც არის ვთქვათ, ვედური კულტურა, არ არსებობდა რეინკარნაციის თემა. აი ხო არის ვთქვათ, დაიბადა ადამიანი, მერე მოკვდება, მერე ისე ვიბადება და ასე შემდეგ, ხო? გაქვს ვთქვათ ერთი სიცოცხლე და მერე ვთქვათ ხვდები რაღაც ზეციურ სამყოფელში, ღმერთებთან, ვთქვათ დაიტანჯები, ხო? ესეთი ის იყო, ხო? წარმოდგენა. აი ბუდიზმში მაგალითად შემოვიდა ეს თემა, რომ რეინკარნაცია, მოკლედ. რაც არის იმის საშუალება, ერთი მხრივ
ნახეთ როგორი რაღაც მოხდა, რომ ამით გაფართოვდა რეალურად ბუდისტური და იოგური საზოგადოება. რა გაგებით გაფართოვდა? ანუ ძველი ასკეტებისთვის თუ არსებობდა ერთი სიცოცხლე და მე ამ სიცოცხლეშივე, ასე ვთქვათ, მაქსიმუმი უნდა მივიღო, სულიერი, ასე ვთქვათ, თვალსაზრისით ბოლომდე უნდა მივაღწიო და ყველაფერზე უარს ვამბობ. აქ რეინკარნაცია აძლევდა საშუალებას, რომ აი შენ მაგალითად არ მისდევ სულიერ პრაქტიკებს, მაგრამ აკეთებ რაღაცა მინიმალურს. მაგალითად, შეგიძლია იყოს სპონსორი, ვთქვათ, ბუდისტური საზოგადოების. ანუ ესეც ხო ერთგვარი სულიერი რელიგიებში ესეც ითვლებოდა რაღაც სულიერ, ასე ვთქვათ, პრაქტიკად, რომ შენ უბრალოდ ეხმარები, გაჭირვებულს ეხმარები და ასე შემდეგ, რაღაცას აკეთებ. ანუ მე გულისხმობ, რომ არის მარტივი სულიერი პრაქტიკები, ან დაუშვათ მსხვერპლშეწირვა, ხო, დაუშვათ. და არის რთული პრაქტიკები, რომელიც მოიაზრებს მთლიანად გონების და ყველანაირი აზრების კონტროლს. და თუ ვიღაცა მხოლოდ, ასე ვთქვათ, მსუბუქ პრაქტიკებს მისდევდა, ის რა თქმა უნდა ამ ცხოვრებაში ვერ მიაღწევდა იმ ბოლომდე გასხივოსნებას. მაგრამ ამ რეინკარნაციის თეორიამ საშუალება მისცა, რომ ის როცა იქნება მერე მიაღწევს. და წინასწარ ეგულისხმობთ, რომ ეს ტიპი, რომელიც მსუბუქ პრაქტიკებს მისდევს, ასევე ჩვენი საზოგადოების წევრი არის, ანუ ბუდისტური ან იოგური საზოგადოების წევრი არის. ფაქტობრივად ამით გაფართოვდა ეს, ანუ ძალიან მკაცრმა ასკეტებმა ეს მე არ ვამბობ, რომ სპეციალურად შემოიღეს ან მოიგონეს რეინკარნაციის თემა, რომ გაეფართოვებინათ თავიანთი, ასე ვთქვათ, საზოგადოება, არამედ შენც შეიძლება ჩაითვალო ბუდისტად, მიუხედავად იმისა, რომ არაფერს არ აკეთებ, მაგრამ იმ განწყობით ხარ, რომ როცა იქნება მილიარდი ცხოვრების შემდეგ რაღაცას გავაკეთებ. ხო? ამაში ერთი მხრივ არის რაღაცა ეტაპობრიობა, აი ამასაც ესეც დასაფიქრებელი თემა არის, რომ თვითონ ანუ რეინკარნაციის თემა რაღაც მომენტში გადადებული თემაც არის, რა რაღაცა შენი ცხოვრება, იდეალური ცხოვრება, ან რაღაცა უმაღლესი ცხოვრება შეიძლება მოხდეს სადღაც მილიარდი წლის შემდეგ. ესეც შეიძლება შევხედოთ და მეორე მხრივ შეიძლება შევხედოთ ისე, რომ ყველა ადამიანს არ შეუძლია, რომ რაღაცა უმაღლეს პრაქტიკებს მისდიოს და ამიტომ ეს შეიძლება განვიხილოთ როგორც რაღაცა უბრალოდ ეტაპობრიობა. რო მას თქვათ აძლევენ, თქვათ რაღაცა ისეთ დავალებას, სადაც ასე ვთქვათ მსუბუქ პრაქტიკებს მიმართავს და მერე ავითარებს, ხო? მაგიტო ესე ვთქვათ მაღალი დონის მედიტაციები, რა თქმა უნდა, არ იყო ყველასთვის. და სხვათა შორის არის ესეთი მკვლევარი, ერთ-ერთი წამყვანი მკვლევარი არის ბუდიზმის დონალდ ლოპესი, რომელიც ამბობს, რომ ესე იგი ბუდიზმის ისტორიაში მედიტირებდნენ მხოლოდ ბერები, ანუ საერო პირები საერთოდ არ მედიტირებდნენ მხოლოდ ბერები. და ბერებიდან მედიტირებდნენ მხოლოდ რაღაც ნაწილი ბერებისა. ანუ ესეთი ის კი არ იყო რაღაც პოპულარული, რომ თქვათ ყველა მედიტირებდა. არა, საერთოდ არა, ანუ როგორც აჩვენებს ეს მედიტაცია არც სამონასტრო რუტინის ნაწილი იყო ამდენი საუკუნის განმავლობაში. ამიტომ ძალიან სპეციფიკური ტექნიკა არის. ხო, მე ესე იგი რატომ მომყავს ანუ ეს თქვათ ამ თემისკენ რატო წავედი, რომ მინდა უბრალოდ დაგანახოთ, რომ აქ არსებობს, ანუ იოგას ტრადიციაში არსებობს, ანუ ეტაპები. და მიუხედავად იმისა, რომ იოგა სუტრა იწყება, რომ იოგა არის აზრების გაჩერება, ანუ მოძღვრების ესეთი იწყება. ზოგი ანუ ამის იქით არაფერი არ წაუკითხავს. და როგორც რაღაცა სიგიჟე არის ცდილობა, რომ მართლა რაღაც აზრები გააჩერონ. მაშინ როცა თვითონ რო წაიკითხო შემდგომ, ეს არის რაღაცა საბოლოო კულმინაცია, რომლის იქითაც უბრალოდ აღარ იბადები საერთოდ. ანუ ეს არის ონტოლოგიური სუიციდი.
ეხლა ვიღაცა წარმოიდგინე ოფისში რო არის და ამას რო ცდილობს, ხო? ეს ხო უბრალოდ ეს რო უბრალოდ არ ვიცი იმათვის რო ეთქვათ იმას ხო აქ როგორ არის უბრალოდ ადამიანი ჯერ კითხულობს, ანუ რა ხდება, ანუ ეთანხმება, არ ეთანხმება იაზრებს, მერე იქ არის მთელი რიგი ეტაპები არის გასააზრებელი, რომ რა პრობლემა არის საერთოდ აზრებში, იქნება არ არის. და ასევე ეს აზრების გაჩერებაც არის ძალიან, ასე ვთქვათ, ორაზროვანი და წინააღმდეგობრივი თემა. ან რას ნიშნავს აზრი გააჩერა? მაშინ როგორ დაწერა ეს? ეს გაგებული უნდა იყოს ისე, რომ ესე იგი თავარი აქცენტი რაზეც არის გაკეთებული, ეს არის მოდი შემოვიტანოთ ესეთი ტერმინი, რაც ბუდიზმშიც არის და იოგაშიც არის ანალოგიურად, რომ ყველაზე მთავარი პრობლემა არის უმეცრება. უმეცრება მდგომარეობს უმეცრებისგან ამოიზრდება ორი ნაწილი. ერთი არის ბნება და მეორე არის ბნების საწინააღმდეგო. ეს ცოტა კარგად არ ითარგმნება, მაგრამ მოდი შევეცდები, რომ უფრო განმარტო რა იგულისხმება. პირველი არის, ანუ ბნებაში იგულისხმება, როდესაც ადამიანის ცნობიერება არის შეფერილი რაღაცით, ანუ მე ასე ვთქვათ, აკვიატებული მაქვს რაღაცა, რომ აი იმაშია ჩემი ბედნიერება. ჩემი გონება არის ამით შეფერილი. ხო, როცა ესე ვთარგმნით ხოლმე, ანუ ესეც ხო უნდა განიმარტოს, აი რას უძახით, ვთქვათ, ნებას, ხო? იქ ნიშნავს თუ არა იმას, რომ ვთქვათ, ზოგადად ესეთი ადამიანი უარს ამბობდა ყველაფერზე. და მეორე ამის საპირისპირო, ანუ სანსკრიტული სიტყვა დვეშა, ესეც საინტერესოა თვითონ ეტიმოლოგიურად რო განმარტოთ, აი დვეშა ეტიმოლოგიურად არის დაკავშირებული დვესთან, ან დვასთან, რაც ნიშნავს ორს. და სიძულვილი არის გაორება. ანუ ესე იგი რაღაცა არის, რაც ჩემთვის უცხო არის. ესე იგი რაღაცასთან ვერ ვლაგდები. და ერთი თუ პირიქით ჩემთან თლიანად ერთიანი არის, მეორე რაღაცა ესეთი არის, ანუ ესე არ ითარგმნება როგორც რაღაც სიძულვილი, ეს არის როგორც მიზიდულობა, განზიდულობა. აი ეგრე შეგვიძლია რაღაცა ასე წარმოვიდგინოთ, რომ ერთი რაღაცას გაურბის ადამიანი ჭყალებში შეიძლება ვთქვათ რაღაცას, ანუ ძულს ან რაღაცის მიმართ ზიზღი აქვს და მეორე არის, რომ ჩვენს რაღაცა ბედნიერების ან რაღაცა ესეთ მოლოდინს ვათავსებთ რაღაცა სხვაში. თუნდაც ეს შეიძლება იყოს კარიერა, ხო, რაღაცა ისეთი რამ, რაზეც ჩვენ ხდებით დამოკიდებული. და მაქედან გამომდინარე, მაგალითად, როგორც კი ადამიანი, ვთქვათ, იმ სფეროში ფრუსტრაციას განიცდის, ეს არის, ანუ მტკივნეული, ხო? მაშინ როცა, ანუ რეალურად ადამიანი შეიძლება იყოს თვითკმარი. ანუ ადამიანი შეიძლება იყოს თავის თავზე დაფუძნებული. ამას თუ ადამიანი გაიაზრებს, ესე იგი არის ორი გზა, რომ ერთი უბრალოდ რაღაც დამამშვიდებელი პრაქტიკები აკეთო და მე ყურადღება გადაიტანო და ეს დაგავიწყდება და რაღაცა ეს ერთი არის და მეორე არის, რომ ეს უბრალოდ გაიაზრო. გააზრება იოგაში არის მაღალი საფეხური, რომ შენ თავს კი არ აიძულებ, არამედ უბრალოდ იაზრებ. აი მარტივი რაღაცა არის, რომ მაგალითად თუ არის თქვათ რაღაცა ისეთი რამაც შეიძლება რომ დაგაზიანოს, თქვათ რაღაცა გიზიდავს, მაგრამ თუ ამას ან შეეხები, ან დაუშვათ რაღაცნაირად ურთიერთობას დაამყარებ, დაგაზიანებს. აი ამის ცნობიერება გაქვს. ანუ მასში ხედავ, თქვათ რაღაცა
ისეც ანუ ყველაფერში არის ნაკლი. აბსოლუტურად ყველაფერში არის, ანუ სრულყოფილება ესეთი სახით არ არსებობს. და ადამიანი როცა რაღაცასთან იწყებს ურთიერთობას, უყურებს ცალმხრივად. მაგალითად, თუნდაც ნარკოტიკი ყველაზე ალბათ ისეთი მაგალითი იქნება, რომ თუ შენ მისი მეორე მხარეც გაქვს გაცნობიერებული, შენ ცნობიერად ხარ, ხო, ანუ ეს დამოკიდებულება გაქვს, ასე ვთქვათ, გაცნობიერებული დამოკიდებულება გაქვს, ხო? შესაბამისად, აი როცა იოგაში საუბარი არის აზრების შეჩერებაზე და კონტროლზე, საუბარი არის უპირველეს ყოვლისა აი ამ აზრების შეჩერებაზე და კონტროლზე. და იქ არის კონკრეტული მაგალითებიც მოყვანილი, რომ მაგალითად ერთი და იგივე აი იმის მაგალითად, რომ სინამდვილეში ჩვენ ვდებთ ადამიანებში ამ ასე ვთქვათ საზრისებს, იქ არის მაგალითი, რომ ერთი და იგივე ქალი შეიძლება ერთს უყვარდეს, მეორეს ძულდეს, მესამეს შეიძლება საერთოდ ეშლებოდეს, ანუ ასე ვთქვათ, ეშლებოდეს ნიშნავს, რომ ვერ აღიქვამდეს ადეკვატურად. ეს სამკუთხედივით არის. და მეოთხე აფასებდეს მიუკერძოებლად. იოგას გონება, ასე ვთქვათ, იოგური გონება არის მიუკერძოებელი და რაც მიიღწევა აი ამ ასე ვთქვათ ფილოსოფიის გაცნობიერებით. იქ არის პოლემიკაც არის, იქ არის ანუ განხილვა არის ამ ყველაფრის, ანუ რეალურად სინამდვილეში ძალიან ერთი მხრივ ძალიან ცხოვრებისეული ჩვეულებრივი ასე ვთქვათ რაღაცებზე არის საუბარი რა. მეორე მხრივ იქ არის ასევე ძალიან ღრმა თემები და ღრმად განხილული იგივე ეს ასე ვთქვათ ცხოვრებისეული პრაქტიკები. და ბოლოს ხო თქვენი შეკითხვები თუ გექნებათ შეკითხვები მე მანამდე თქვენ მოიფიქრეთ და მე მანამდე გეტყვით ესეთ რაღაცას რომ საუბრობდი რომ არის 4 თავი იოგა სუტრაში პირველ თავს ქვია სამათი პადა ნიშნავს სამათი ნიშნავს თვითონ ანუ იოგას უმაღლეს მდგომარეობას ანუ აღწერილი ანუ რა არის ეს სამათი მდგომარეობა იოგური მდგომარეობა მეორე თავი არის საათანა პადა ნიშნავს პრაქტიკას ანუ რა მეთოდებს მიმართავს ხო უფრო სისტემატური სახით არის მოცემული მესამე თავი არის ვიფჰუტი პადა რაც ნიშნავს ვიფჰუტი ნიშნავს იმ უნარებს იმ ასე ვთქვათ მიღწევებს ამ პრაქტიკის შედეგად პირველი ესე იგი რა არის მეორე რა გზით ვახცევთ მესამე არის რა ფიზიკური შედეგი აქვს ფიზიკურში იგულისხმება უпростоრად მათ შორის ფსიქიკური უნარებიც რასაც იოგი იძენს აი ამ ღრმა მედიტაციების და კონცენტრაციის მეშვეობით და მეოთხე თავი არის ის საბოლოო თვითკმარობა ესე ქვია კაივალია პადა ანუ ამოცანა რა არის ანუ იოგების ამოცანა არის თვითკმარობა რომ ადამიანი იყოს დაფუძნებული თავის თავზე ერთი მხრივ შეგვიძლია მარტივად შევხედოთ ხო იქ შემდგომ უკვე ბუნებრივია იქ ბევრი კითხვა ჩდება ანუ მიდიხარ და ეს არის უსასრულო გზა აი მართლა უსასრულო გზა არის იმ გაგებით რომ წამოიჭრება გარკვეული საკითხები გარკვეული კითხვები და ეს ამ კითხვას შენ ამუშავებ და დაძლევ და რო დაძლევ ეს შენ გაძლიერებს ხდები შენ ამის შედეგად ხდები ძლიერი ანუ შენი ფსიქიკა ხდება უფრო მდგრადი შენ არ ექვემდებარები მანიპულაციებს ან ნაკლებად ექვემდებარები მანიპულაციებს იმიტომ რომ ანუ ცნობიერი ხარ ოღონდ ცნობიერი ხარ არა იმ გაგებით რომ მაგალითად გონება გათიშე და კრიტიკული აზრი გათიშე არამედ პირიქით შეგიძლია ნიუანსობრივად განასხვაო ერთმანეთისგან რაღაცები
მაგალითად აი манипуляცია გონება არაცნობიერად მოქმედებს ბევრი რამ. მაგალითად აი ჩვენს მეხსიერებაში ეს ჩაი მაგალითად სკამზე როდევს ეს ერთად ჯდება. სადაც შეიძლება გაგახსენდეს ეს სკამი, გაგახსენდება ეს ჭიქა. იმიტომ რომ ეს ერთმანეთის გვერდზე არის სივრცეში. ან შეიძლება დროში იყოს, ანუ ასოციაციური აზროვნება. მაგრამ ასოციაციური აზროვნება შეიძლება გაიწმინდოს თუ მათ საზრისებს დავინახავთ. აი მაგიტომ არის ანუ ესეთი გონება ნაკლებად რატო ექვემდებარება რაღაც ანუ ესეთ გავლენებს და ისეთ რწმენებს. მაგალითს მოვიყვან თვითონ იოგა-სუტრადან, რომ იოგა-სუტრაში აი ხო არის თქვა რეინკარნაცია, ხო? რეინკარნაცია კი არ ჯერათ იოგებს. რეინკარნაციაზე უბრალოდ მსჯელობენ. ანუ ისინი ასე ვთქვათ, ამას განიხილავენ. აი კარმა ხო, მაგალითად, კარმაც ადრე მე რო ვთქვი, რომ ვთქვათ, გონებამ სხეულშეწირვას ნიშნავდა თქვა, ხო? კარმა ნიშნავდა თვითონ სხეულშეწირვის აქტის განხორციელება. იმიტომ ეს საქმეა, ქმედება არის რა, კარმა ჩვეულებრივად ნიშნავს ქმედებას. მაგრამ ის რომ კარმა როგორც მიზეზშედეგობრიობა, აღოთ მორალური მიზეზშედეგობრიობა, არა ფიზიკური, ახლა ვისაც კარმის არ ჯეროდა ძველ ინდოეთში, ის იმას კი არ ამბობდა, რომ მიზეზი და შედეგი არ არსებობს. ის იმას ამბობდა, რომ მორალური მიზეზშედეგობრიობა არ არსებობს. რომ დავუშვათ ქვას რო ააგდებ, ანუ მიზეზშედეგობრიობას ეს კი გამოიწვევს, მაგრამ შენ რო ვიღაცას შეურაცხყოფას მიაყენებ, ეს არაფერს შუაში არ არის, ეს არაფერს არ გამოიწვევს აუცილებლობით. ანუ ვისაც კარმის არ ჯეროდა, ის იმას ჯეროდა ჩვეულებრივი ფიზიკური მიზეზშედეგობრიობის, რაც ჩვეულებრივად ცხადი იყო და აშკარა იყო. და კარმა როგორ მოქმედებს, იოგები ამას კი არ წამთ, არამედ ამაზე უბრალოდ მსჯელობენ. რომ ესე არის, მაშინ ესე იქნება და ეს შეუძლებელი იქნება. ანუ თვითონ რა ინსტრუმენტსაც იყენებენ ამის, ასე ვთქვათ, მისაღებად, ეს არ არის დოგმატური რაღაცა, რომ აი დაიჯერე და ეგრე არის, ხო? იგივე აპარატი უნდა გამოვიყენოთ ჩვენ, რასაც იყენებდნენ იოგები, ეს არის მაგალითად აი რას გულისხმობ, ნახეთ. თუ მაგალითად ადამიანმა ჩაიდინა ერთი საქციელი, მაგალითად ვიღაცა მოკლა, ხო? ეს აგროვებს რაღაც კარმულ ვალს. და კითხვა ესეთი არის, რომ თუ ვალი გროვდება, ეს გამოიწვევს ერთხელ დაბადებას, ანუ ნახეთ თუ კარმა ადამიანს, ასე ვთქვათ, კარმაშაი არის, ასე ვთქვათ, საცავი დაგროვილი, ასე ვთქვათ რა. მაშინ ის აღარ დაიბადება. ანუ ასე ვთქვათ, არავითარი ვალი არ აქვს რა. და ლოგიკურად კითხვას ესესვამდნენ, რომ ვთქვათ, ერთჯერადი აქტი, ერთჯერადი მკვლელობა გამოიწვევს ერთჯერად დაბადებას თუ მრავალჯერად დაბადებას. თუ ერთი ქმედება, აი ვთქვათ, ერთ ცხოვრებაში ერთი ქმედება, ერთი დანაშაული იწვევს ბევრ დაბადებას, ვთქვათ 20 დაბადებას. მაშინ ერთ ცხოვრებაში ხო ბევრ რაღაცას აკეთებს ადამიანი და ერთი ცხოვრება გამრავლდებოდა, ვთქვათ 1000 ცხოვრებას გამოიწვევდა, ხო, ანუ რამდენ რაღაცას აკეთებს და თითოეული ქმედება თუ ერთი გამოიწვევს ბევრ დაბადებას, მაშინ მომდევნო ცხოვრებაში ერთ ცხოვრებაში ვერ გაქვითავდა მთლიანად და მუდმივად უსასრულოდ დააგროვებდა ვალს. გაქვეთის მექანიზმი არ იქნებოდა, ხო? მაგრამ აქ არის ეგეთი, ანუ ლოგიკა ის არის, რომ ეს დადებითი და უარყოფითი ერთმანეთთან უნდა გაიქვითოს. ანუ აქამდე უბრალოდ მიდიან ისინი მსჯელობით, ხდებით? ანუ მათთვის ეს არის რაღაცა მსჯელობის საკითხი. ნუ შეიძლება რაღაც მომენტში დაუშვათ, რომ იქ არის დოგმატური რაღაცებით, შეხედულებებით და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ რო შევაჯამოთ, ესე იგი იოგა-სუტრა არის ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტი, ანუ მე ვიტყოდი, რომ მსოფლიო ფილოსოფიურ ტრადიციაში თავისი კომენტარებით. მეორე ის, რომ
პატანჯალი არის ასე ვთქვათ სინთეზატორი, ასე ვთქვათ ყველა სხვადასხვა ტრადიციის, იმდროინდელი კულტურის ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ აზროვნებს, ანუ ფილოსოფიურად არა იმ გაგებით რომ რაღაცა ართულებს ან სპეციალურად, არამედ სიღრმისეულად აღწერს ადამიანის ვთქვათ ფსიქოლოგიას. Цели თემა არის და ცალკე სალექციო თემა არის. გარდა ამისა, მოცემული არის ანუ გზა, ასე ვთქვათ, ეპისტემოლოგია, ლოგიკის გზა, როგორც სწორი ცოდნის შემოწმების გზა და ადამიანმა შემეცნების გავლით მიაღწიოს იოგას, ეს არის ანუ ძალიან მნიშვნელოვანი და საბოლოო ჯამში მიაღწიოს თვითგმარობას. ეს არის ასე ვთქვათ რაღაც ესეთი სქემატური მონახაზი და მედია არ დაიღალეთ. თქვენ შეკითხვებს დაველოდებით თუ გაქვთ? ანუ პრაქტიკაში შედის თუ არა მსახურება, ხო? კი, სპეციფიკური ხო, ანუ ბუდიზმში ძალიან დიდი ადგილი უკავია რიტუალებს. და ამ რიტუალებს ხო ჭირდება, ანუ უზრუნველყოფა და ანუ სპონსორობა რა, მოკლედ, საერო მხარდაჭერა. და ხო, რა თქმა უნდა, კი. და ეს ისეთი თვითონ ანუ იოგაში შედის, ესე ვთქვათ, გარკვეული, ასე ვთქვათ, ისეთი პრაქტიკებიც, ოღონდ იოგა სუტრა უფრო ფილოსოფიური ტექსტია და ეგეთი აღწერა იოგების ცხოვრებაზე არ არის. მაგრამ სხვა ტექსტებში ხო, რა თქმა უნდა, რომ თვითონ ანუ ეს მსახურებაც ერთ-ერთი ნაწილი არის რა. მანდაც რამ ხელა ის ანუ გამოდის რომ ადამიანი თუ ქრისტიანი დაიბადა შანსი არ აქვს თუ გარდაიცვალა შანსი არ აქვს უკან დაბრუნების სინდრომი თავისი რელიგია მას უზღუდავს თუ რა როგორც და თუ არის მე მგონი ოდაიზმშიც არის რამდენადაც მახსოვს თალმუდის რაღაცაში მაქვს ამოკითხული თუ არ ეშლება და ნუ ბუდიზმში თავისთავად ნუ გარკვეულ ტრადიციებში მანდაც როტობის ხალხი ანუ დაბადება გისაზღვრავს რეინკარნაციას, ანუ მე თუ მივზევ ქრისტიანულ მორალს, მე ვერ რეინკარნირდები. და თუ არ ბუდიზმი არ ინდოელი, მაქვს შანსი. იცი რა არის, აი, მოდი ესე შევხედოთ, რომ შანსზე რამდენად არის. ხო, იცი რა არის, რეინკარნაცია ძირითადად არის გადადებული ცხოვრება. იმედი რომ მერე იქნება რაღაც. იქნება ანუ სინათლე გვირაბის ბოლოს. ოღონდ ეს სინათლე არ უნდა იყოს შემხვედრი მატარებელი. ესე იგი რაც შეეხება ამოცანა რა არის, რომ წარმოიდგინეთ, რომ რისგან თავის დაღწევა უნდა ამ სამხრეთ აზიურ ტრადიციებს, რომ აღარ დაიბადოს. აღარ დაიბადოს არც ადამიანად, არც ღმერთად. დაასრულოს, ასე ვთქვათ, ეს ხეტიალი, ანუ სამსარა ნიშნავს ხეტიალს რა, ანუ რაღაცა წრებრუნვა არის და
ფაქტობრივად ესე იგი, მოდი ესე შევხედოთ რა, როდის არსებობს რეინკარნაცია? როცა შენ გჯერა მაგის. ანუ ამოცანა თუ ის არის, რომ დაასრულოს, შენს გონებაში მაინც შეგიძლია დაასრულო ის დრო გადადებული ცხოვრების. ხო? ესე რო შეხედო. და ამ შემთხვევაში როგორ იცხოვრებდა ადამიანი, აი იქ არის მაგალითად იოგა-სუტრაში ეგეთი რაღაცა, რომ აი რაღაც ეტაპზე, გასხიოსნების უმაღლეს ეტაპზე ადამიანი არის ბოლო განსხეულობაში, ესე იგი ბოლო სიცოცხლეში არის რა. და წარმოიდგინე, რომ ადამიანი მართლაც ეგრეთ ცხოვრობდეს, რომ აი ეს არის ჩემი ბოლო დღე, რაღაცნაირად ეს არის ჩემთვის არსებითი სიცოცხლე. ანუ არსებითი რა გაგებით, ანუ ბოლო არის ერთი სიცოცხლე დამრჩა. ამ შემთხვევაში მობილიზაცია, ანუ სულიერი მობილიზაცია შეიძლება იყოს გაცილებით მაღალი. ანუ რეალურად შენ რო იცხოვრო, რეალურად არ უნდა ცხოვრობდე გადადებულ ცხოვრებაში, რომ აი იქ ვიცხოვრებ. იქ ვიქნები ბედნიერი, იქ იქნება ჩემი რეალიზაცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? და ეს შეიძლება, ანუ ესეც გავიგოთ, რომ აი თვითონ პროგრესის თვალსაზრისით რო ავიღოთ, რამდენად ეს რეინკარნაციის თემა დადებითად მოქმედებს ადამიანზე სულიერად თუ უარყოფითად. შეიძლება ამაში იყოს ორივე მხარე. ერთი ის, რომ ადამიანს აძლევს იმედს, ანუ განგრძობადობის იმედს, ეს არის უდავოდ პოზიტიური მხარე. და მეორე ის, რომ ეს ყველაფერი ცხოვრება გადადის იმედში. და შესაბამისად, ანუ ადამიანმა დაიჯეროს ის რაც ასე ვთქვათ, სასურველია, ეს რაღაც ეტაპზე ადამიანს სჭირდება. და შესაბამისად, მეტნაკლებად ყველა რელიგიას აქვს რაღაცა ისეთი, რითაც შეიძლება ადამიანმა ინუგეშოს. და ეს აი როგორც ეს რას შეიძლება შევადაროთ, იცი რომ ანუ მე რო საუბრობდი ახლა მაგალითად რომ ჩვენ სიკვდილის შიშზე რო არ ფიქრობთ, ამას ვანაცვლებთ ყოველდღიური სიხარულის განცდით სხვადასხვა რაღაცებით, ხო? იქ წახვალ მეგობრებთან, იქ რაღაცას გაერთობი, სამსახურში რაღაც სიახლეს, ანუ დაწინაურდები და ასე შემდეგ. ეს არის ამ ქვეყნიური ნუგეში არის, ხო? როგორც რაღაცა რასაც მაგალითად რელიგიაც იძლევა, ოღონ თავისებურად, რაღაცა მიღმიერი დაპირების თვალსაზრისით, ანუ ისიც ეხმარება ადამიანს. ყოველდღიური წარმატებები, ხო? თქვათ, აი ვერ ჩდებოდი შპაგატში, ახლა შპაგატში ჩდები, ხო? ანუ ეს კარგი არის, ადამიანს ამოტივირებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის რა, მაგრამ იმ ადამიანს ვინც არ არის რელიგიური, მისთვის თანამედროვე აი ტენდენციები იქცევა რელიგიად, რომ მაგალითად აი ადრე იყო ეგეთი რაღაცა, ეხლა მე მგონი ნაკლებად არის, რომ როგორ გავხდე წარმატებული. ანუ ეს უნდა გახდე რა. და არ მინდა და უნდა გახდე რა. ანუ ყველა გასწავლის ყოველი მეორეს ქონდა კურსი ან რაღაც ისეთი, როგორ გავხდე წარმატებული, ხო? ან თუნდაც მილიონერი ან რაღაცა რა. ხო, ეს ხო ერთი ესეთი რაღაც არის, უნდა გავხდე რაღაცა და ეს წარმატებაც როგორი რაღაცა, რომ წარმატება ახლა მაგალითად შენ რო დავუშვათ რაღაცა ქუჩაში აპარატი რო გადაიხდი, ხო? წარმატებით დასრულებულია ტრანზაქცია, ხო? ესეც წარმატებაა, ხო? ანუ წარმატება ყველაფერი შეიძლება იყოს შენ რასაც დაუსახავ საკუთარ თავს და ის რაღაცა შედარებითობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეგ რაღაცნაირად ადამიანს ასე ვთქვათ აჯიბრებს და გაყავს რაღაც სხვა განზომილებაში, მაგრამ ესეც ეგეთი რაღაც კულტი არის, წარმატებულობის კულტი არის. ნუ ეს გასაგებია, ეს ფსიქოლოგიური რაღაც არის, ეს არ არის მოგონილი ხელოვნურად, იმიტომ რომ წარმატება ასოცირდება საბოლოო ჯამში ითარგმნება
ფულში და ითარგმნება საბოლოო ჯამში საშუალებებში, ხო? და ეს კიდე ითარგმნება შენი სურვილების დაკმაყოფილებაში რა. საბოლოო ჯამში ამის უკან ეს დგას, ანუ სურვილები და მათი დაკმაყოფილება. აი ფსიქოანალიზში, ანუ ლაკანის ფსიქოანალიზში საინტერესო არის ის, რომ სურვილი თავისთავად და სურვილის მიზეზი არის განსხვავებული. და ადამიანი ვერასდროს კმაყოფილდება, იმიტომ რომ რაღაცას რო ისურლებ, ის კი არ იყო მიზეზი, ანუ ის მიზეზი ამის უკან დგას და ის მე სიცარიელე ისევ შეივსება, როგორც თქვა რაღაც სურვილი. და ეს არის წრე. და ამიტომ გაცნობიერება იმაში მდგომარეობს, რომ შენ არ ქონდეს ზედმეტი მოლოდინი იმის, რომ ის რაღაცა მოგცემს ისეთ დაკმაყოფილებას და ანუ ხარ სტაბილურად, აი ამაში მდგომარეობს სტაბილურობა. აი ფსიქოანალიტიკური კუთხით რო შევხედოთ, ხო? ანუ რაღაცა როგორ შეიძლება რომ ადამიანი იყოს ბალანსში. დანარჩენი რა არის, რომ აბა რა უნდა გააკეთოს, ანუ პროცესი, ნებისმიერი პროცესი, რომელსაც მოაქვს სიხარული. ეს ანუ არის, ანუ აბსოლუტურად შენ ხელთ არის და ამიტომ ისიც კატასტროფულად რთული რაღაც არის, რაც ასევე ტრენდული არის, რომ როგორ ავისრულოთ სურვილების ჩაწერა, რომ ისინი ასრულდნენ. ეს არის რაღაცა აკვიატებაზე, რომ ის თვითონ იმის გაუცნობიერებლობა არის, რომ ის სურვილი კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ რაც ამ სურვილის უკან დგას. რომ მე მინდა დავუშვათ რაღაც მქონდეს დავუშვათ დირიჟაბლი და ეს დირიჟაბლი რაღაცის საშუალება არის, ხო, ანუ თვითმიზანი ვერ იქნება ეს ადამიანისთვის. ის რაღაცის საშუალება არის. და ამიტომ თუ ადამიანი არის პროცესში ჩართული, რომელსაც მიყვება, მაშინ ჩვენ ვართ მუდმივად წონასწორობაში, ანუ ჩვენ თავთან ვართ წონასწორობაში რა. ამას უბრალოდ ჭირდება მუშაობა საკუთარ თავზე, ანუ ჩვენ ხო მუშაობთ ყველანი საკუთარ თავზე. უბრალოდ სწორი მიმართულება არის საჭირო, ანუ ის პირიქით საბოლოო ჯამში, ანუ აი ეგეთი მუშაობა, რომ აი როგორ მოვიზიდო დაუშვათ ფული ან დაუშვათ ქალების შემთხვევაში მამაკაცი და რაღაც ესეთი როგორ მოვიზიდო მამაკაცი 5 ლარად. ხო, ანუ რეალურად მასობრივად ხო არის, ანუ ეგეთი რაღაცები ხო მართლა ხდება. და ეგეთი რაღაც, აი მაგალითად როგორ გავიუმჯობესოთ კარმა, ანუ შეგვიძლია რომ თქვა საახალწლო სუფრაზე დავდოთ ბანანი. ხო, დავდოთ მაიმუნს ბანანი, მაიმუნი ბედნიერი იქნება. ანუ ამით შევდივართ ისეთ ჩვენი გონება შეგყავს ისეთ манипуляციების სამყაროში, რომელზეც მე ხდება დამოკიდებული უბრალოდ. მე თუ ეს დადებითი მოქმედებს, მე უბანანობაც ხო მოქმედებს, ხო? ანუ ესეც ხო რაღაცა ამას მოყვება თუ იმის გჯერა, მაშინ ამის აპირისპიროსიც გჯერა. მე თუ ამ სიმბოლიკის გჯერა, მე შავმა კატამ რო გადაგირბინა, მე ესეც მოქმედებს შენზე. ყველაფერი ახდენს, ანუ საბოლოო ჯამში რაღაცნაირად ისეთ გავლენას, ხო? აი მაგიტო ეგ არის თითქოს რაღაცა მოკლე გზის პოვნა, თან თუ დაემთხვევა, კარგია რომ თქვა სურვილი რაღაც манифестация გავაკეთე, ამისრულდა, ესე იგი ემუშავა და მე ადამიანი ამაზე ხდება დამოკიდებული. ანუ რეალობას ეს კარგავს და ანუ ბევრი მინახავს, რომელსაც ფსიქიკა დაუზიანდა მართლაც ესეთი რაღაცით, რომ აი ესეც ხო ესეთი რაღაც არის, რომ შენ ხარ პრინცესა. თუ რა ქვია, ხო რაღაცა ესეთი ხო ქალღმერთი თუ რაღაცა. ხო, ანუ ეგ იდეა. ხო, ეს ხო რატომღაც ეგრე მოიაზრება, რომ ანუ ქალღმერთი უკეთესია ვიდრე ქალი. რავი. ხო, სხვა
ხო, მეორე არის ეგ, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა. მეორე სუტრა არის, რომ იოგა არის ხო გონების კონტროლი. და მაინტერესებს ანუ კომენტარებში არის ნახსენები თუ არა როგორ უნდა იყოს გონება კონტროლის ქვეშ. ანუ მე შეიძლება ვიცოდე რომ მე ჩემი გონება უნდა მქონდეს კონტროლის ქვეშ და მაგრამ ფიზიკურად ვერ ვაკონტროლებ მაგას. ხო თქვა და ადამიანი ვერ აკონტროლებს. ან შეიძლება თეორიულად იცოდეს რომ მაგათ მე ამას ვიზამ და ამიცი. მაგრამ თუ არის რაღაცა ინსტრუქცია სავე. კი, ნახე, ეს ძალიან საინტერესოა. ჯერ ერთი სუტრა არის ისეთი ტექსტი, რომელშიც განმარტებები მოდის და წესით უნდა იყოს თანმიმდევრული განმარტება. ანუ ეს არის დისკურსული, აი როგორც ლოგიკური თანმიმდევრობა არის. ანუ ესეთი პირველი სუტრა არის ათა იოგანუშასანამ, რომ ისმინე იოგას მოძღვრება. ანუ თავიდან გეუბნება ისმინეო, წაიკითხეო. ანუ ხო არის რომ თქვათ აი ძალიან ძნელია რომ თქვათ მასობრივად ანუ კითხვის ანუ წერა-კითხვის მიმართ და რაღაცა ხო შეიძლება ცოტა რთული ეს იყოს ანუ სიტუაცია, მაგრამ გეუბნება წაიკითხეო, ხო? და მე გეუბნება რომ იოგა ჩიტა ვრიტი ნიროთა, ანუ იოგა არისო ჩიტა არის ცნობიერების, ვრიტი ნიშნავს ტალღების, ნიროთა არის კონტროლი. ან შეჩერება, ან კონტროლი. მე ეს 4 სიტყვა ხო წერია, მე ცალკე წერია, ანუ ჩიტა რა არის, ცნობიერება რა არის. მე ცალკე წერია ვრიტი, ანუ ტალღა რა არის. და მე კონტროლი რა არის და კონტროლის როცა მიდის, უკვე მე-19 სუტრა არის. გვეუბნებიან რომ კონტროლი შედგება ორისგან. ანუ ეს ორი, აი მე რო საუბრობდი, რა ქვია ზუსტად. ერთი არის ანუ პრაქტიკა და მეორე არის მიუჯაჭველობა. რო არ იყო მიჯაჭული. ანუ შეჩერება, ხო, ეხლა პრაქტიკა რა არის? პრაქტიკაში იგულისხმება დაწყება რწმენით, აი თქვა საქმეს იწყებ და შრათხა სანსკრიტულად ნიშნავს გულში რო გაქვს. ანუ ესე იგი რაღაცა ამოიღე სამიზნეთ რა. დაჯერების ვარიანტია რა. მეორე ვირია ნიშნავს შემართებას. შენ ენერგიას დებ ამ ბიზნესკენ რა. მესამე არის სმრიტი. სმრიტი ნიშნავს რომ გახსოვს, ანუ ეს არის mindfulness-ი. ანუ შენ ეს მიზანი მოდიმად გახსოვს. შემდეგი არის სამათი, ანუ კონცენტრაცია, ანუ თავიდან პირდაპირ კონცენტრაცია ძნელია, ანუ ჯერ ადამიანი უსმენს, თქვათ, მასწავლებელს უსმენს და მე ანუ ძალისხმევას დებს ამის გაგებისთვის და შემდგომ უკვე ცხოვრებაში ცდილობს რომ ეს ახსოვდეს და ეს გადადის შემდეგ კონცენტრაციაში, ანუ სამათი. და ამას მოაქვს მერე პრაჯნა, ანუ ცოდნა, ან სიბრძნე. აი ეს არის პრაქტიკა, ან რასაც სანსკრიტულად აფიასია ქვია. და მიუჯაჭველობა არის რა? მიუჯაჭველობა არის, ანუ აი როგორ ხდება აზრების შეჩერება. ესე მართლა მაგითო ვთქვი, რომ მართლა ეგრე კი არ წერია დაჯიქი და შეაჩერე. ანუ აქ ძალიან სისტემა არის მოცემული და მეორე მიუჯაჭველობა ნიშნავს, რომ დაინახო ნაკლი, ან ყველაფერს აქვს ნაკლი. დაინახო ნაკლი ყველაფერში. ანუ ყველაფერს მეორე მხარე დაინახო. მათ შორის საუბარი არის იმაზე, რომ აი ვიღაცა მაგალითად რომ ოცნებობს, რომ მე მინდა ვიყო ღმერთი. ღმერთი ან ღვთაება, აი როგორც ბერძნული ღმერთების პანთეონში, ხო? ისევე თქვათ ინდური ღმერთების პანთეონში, რომ მე მინდა ვიცხოვრო როგორც ღვთაება. აი მაგაშიც რომ მინუს ხედავო, გამიგე, აი ეგეთი ცხოვრებაშიც რომ ანუ შენ არ ხარ. და რეალურად ანუ ღმერთი ამ გაგებით რას ნიშნავს? იცი რომ ღმერთი არის სიამოვნებისგან პარალიზებული არსება. გამიგე, ანუ ეს ეგ უბრალოდ აი ჩვენ რო წარმოვიდგინოთ, ანუ რას ნიშნავს? ეს არის სიამოვნებისგან პარალიზებული არსება არის. და მაგაშიც რომ ასე ვთქვათ, ისევე როგორც ვთქვათ ჯოჯოხეთში პარალიზებული არსება ტკივილისგან, ანუ ღვთაებრივ ასე ვთქვათ 64-ის
თემა არის ეგეთი რაღაცა, რომ ისიც პარალიზება არის, ოღონდ სიამოვნებისგან პარალიზება არის. და აი ამ ორში, ესე იგი, პრაქტიკა ერთი აფიასია და ვაირაგია. მეორე მიუჯაჭველობა, რომელსაც აქვს თავისი საფეხურები ასევე რა. მანდაც არის კიდე, ანუ ესე რა თქმა უნდა არ არის, რომ ეგრევე ვიღაცა რაღაცაზე მიუჯაჭველი გახდეს. ეს არის უბრალოდ გაცნობიერება იმის, რომ რასთან გაქვს საქმე. აი ეგეთი მომენტი არის რა.